იქამდე სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, რომელიც ჩაატარდება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების პრინციპებით, ბუნებრივია რეჟიმის არაღიარება ბრიუსელში გაგრძელდება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი წარმატებით აგრძელებს ოცნების არაღიარების პოლიტიკას, რადგან დღეს ქართული ოცნება სრულად საერთაშორისო ასპარეზზე ამ შემთხვევაში საუბარია დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში არის იზოლირებული და ერთადერთი, ვინც ქართულ ოცნებას ხვდება, ან მათთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას ახორციელებს, ეს არის აზიის ქვეყნები. შესაბამისად, ქართული ოცნება არის იზოლირებული და ახლა ცდილობენ მაქსიმალურად წარმოაჩინონ, თითქოს ეს არ ადარდებთ. ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი არის ნათელი, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, დაინიშნოს ახალი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი ფორმით ვერ წაიწევს საქართველოს წინ და ვერ მოხდება ქართული ოცნების რეჟიმის არაღიარება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელმა გააძლიეროს ზეწოლა ოცნების რეჟიმზე, გამოიყენოს სასანქციო ბერკეტი, რაც გულისხმობს ევროკავშირის 25 ქვეყნის მხრიდან ინდივიდუალური სანქციების დაწესებას. ეს პროცესი ბალტიის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს, თუმცა ბრიუსელში ფიქრობენ, რომ არ არის საკმარისი ის, რაც ახლა ქართული ოცნების დასასჯელად კეთდება ბრიუსელის მხრიდან და აუცილებელია ქართულმა ოცნებამ პასუხი აგოს იმ ძალადობაზე, რომელსაც ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ანადგურებს საქართველოში დემოკრატიას, ისე როგორც ეს გააკეთა ლუკაშენკომ ბელორუსიაში. შესაბამისად, ბრიუსელიდან გზავნილი არის ნათელი, რომ არ დაუშვებს ევროკავშირი საქართველოს დაკარგოს, საქართველოში დაიკარგოს დემოკრატია და წლობით ნაშენები ურთიერთობები საქართველოს ბრიუსელს შორის ერთიანად ჩამოიშალოს. ყარდება მათი არაღიარების პოლიტიკა ევროკავშირში. ბევრი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკურების გათავისუფლებას სასწრაფოდ. ჩვენ გვესმის კიდევ ერთხელ განაცხადი, რომ არ შედგება არანაირი პოლიტიკური კავშირების აღდგენა, სანამ ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ეს არის გზავნილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რატომ არის საჭირო, რომ სწრაფად დაინიშნოს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ ამის გარეშე საქართველო ეტაპობრივად დაკარგავს ევროკავშირთან ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს. ლეგიტიმაციის ნაწილი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ აღიარებული არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაში ევროპა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და ეს აგრესია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ ზუსტად აქედან გამომდინარეობს და მას თუ გონია რომ სადღაც რაღაცა იმედები გაჩნდა მათთვის, რომ სადღაც რაღაცა შეიცვლება, ვიღაცას მაგნიტსკისიდან ამოიღებენ, ვიღაცას სანქციებს შეუმსუბუქებენ. ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება, ამიტომ ამ მხრივ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაქსიმალური ინფორმირება საერთაშორისო საზოგადოების, დასავლეთის, ამერიკის, ევროკავშირის, ქვეყნის შიგნით ბრძოლა და ჩვენ შედეგს აუცილებლად მივახცევთ. ქართულ ოცნებას ჰქონდა აბსოლუტურად სტარი მოლოდინი, რომ რაიმე ფორმით შეიძლებოდა საქართველოს საკითხი აქტუალური აღარ ყოფილიყო განსაკუთრებით ევროპაში. ჩვენ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებიდან გამომდინარე მივიღეთ კიდევ უფრო აქტიური ევროპა. ამ ვითარებაში მე ძალიან პოზიტიურად ვხედავ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არავითარი შანსი არ აქვს ევროპაში მიიღოს ლეგიტიმაცია, თუკი ქვეყანაში არ დაინიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები. ივანიშვილის რეჟიმს ახლა სურს, რომ კომპრომისების გარეშე აღადგინოს ბრიუსელთან ურთიერთობები და შეერთებულ შტატებთან, რაც გამორიცხულია, რადგან ახალი არჩევნების გარეშე და საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების გარეშე ბუნებრივია ვერანაირი ფორმით ურთიერთობების გამოსწორება ვერ მოხდება. მართველ გუნდს სურს, რომ გადაშალონ ეს ფურცელი და სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ევროკავშირთან ურთიერთობები, თუმცა ეს არის გამორიცხული, რადგან ევროპა სულ სხვა რამეს ელოდება ქართული ოცნებისგან, თუმცა რეჟიმის პასუხი ბრიუსელისთვის არის შემდეგნაირი, რომ არ იქნება არჩევნები და ქართული ოცნება არ აპირებს რაიმე დათმოს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროატლანტიკურ გზაზე სვლა. როცა ახალ არჩევნებს ითხოვენ ეს ადამიანები, არის ნეტარ არიან მორწმუნენი. მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ მიმართულებით, ჩვენ კაფეო პოზიცია დავაფიქსირეთ ამ მხრივ. თუ აქვთ მაცურვილი, რომ კიდევ ერთხელ ეს დესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ინტერესი
არაერთხელ მეც ვიყავი ბრიუსელში ერთხელ და მე მათთანაც გადავეცი ეს ინფორმაციაც. ჩვენ მზად ვართ რომ დროულად დავხუროთ ეს თავი, რომელიც გასული რამდენიმე თვე გრძელდება. თუ აპირებენ წარსულში დარჩნენ და არ გაუსწორონ თვალი ამ ახალ გამოწვევებს, ესეც მათი გადასაწყვეტია. განცხადებები ევროპარლამენტარებმა სტრასბურგში ევროპარლამენტში იმ დროს გააკეთეს, როდესაც მიმდინარეობდა ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობა და რა თქმა უნდა საქართველოს ყოველთვის დგას ევროკავშირის და ევროპარლამენტის დღის წესრიგში და ეს ბუნებრივია ვერ ჩაივლიდა ისე რომ საქართველოზე კიდევ ერთხელ არ გაეკეთებინათ განცხადებები. მათი მთავარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა არის ის რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ევროპამ დაუწესოს სანქციები ოლიგარქიულ რეჟიმს.